ფატმა, სად მიდიხარ? ჩემი მოქსოვილი ნივთები უნდა გავყიდო. მურაკ ბეის შევუთანხმდი, ის იყიდის. მინდა ჩემს გოგონას ცოტაუდენი ფული შევუგროვო. ოქროს ხელები გაქვს, ფატმა. ნუ გეშინია, ჩვენც დაგეხმარებით, მარტო არ დაგტოვებთ. გმადლობ, ელვან. გმადლობ. ნახვამდის. შვილო, მოიცადე შემოგხედო, მოდი აქ. რა გჭირს? თვალს რატომ მარიდებ? შვილო, რა დაგემართა? შემთხვევით კარადას დავეჯახე, დედა. იმ კარადას მიწას დავაყრე. დედა, უფრო გაბრასდება, გთხოვ, არ გინდა, გამიშვი. ჩემი ბრალია, დედა, არ დარეკო. გისმენ. ჰუსეინ. გისმენ, დედა. ცოლს ხელი როგორ დაარტყი? არ გცხვენია? დედა, არ მინდოდა გეფიცები. ის შენი ცოლია, შენი შვილების დედა. ამდენი წლის მეგობარი და ჭირვარამის მოზიარე. ეს ჩემი შვილია. მისმა მშობლებმა ჩვენ ჩაგვაბარეს. არ გებრალება? ეს როგორ იკადრე? დედა, საშინლად მოვიკეცე. ძალიან უნანობ. დამიჯერე, გთხოვ. გრცხვენოდეს, შვილო, გრცხვენოდეს. ის, ვინც ქალზე ხელს ასწევს, ვერ გაიხარებს. ახლა ომერსაც დავურეკავ და დანარჩენს ის გეტყვის. ვნახოთ ამის შემდეგ კიდევ თუ გაბედავ. დედა, მაპატია შევწდი. არ მინდოდა, მაგრამ რატომ არ მეკითხები ეს რატომ გავაკეთე? სხვის შვილს იცავ. შენ შვილს კი არც ეკითხები. ვიდრე ამ გოგოს პატიებას არ სთხოვ. თვალით არ დამენახო. ნუ ტირი, ჩემო ლამაზო, ნუ ტირი. შენი ცრემლების ღირსი არ არის. ჭკუას ვასწავლი, მაგრამ მე თუ ვერ შევძლებ, ალაჰი დიდია, დაგვეხმარება. ძალიან შეცდა. ნუ ტირი, ჩემო კარგო, ნუ ტირი. მე 18 წლის მელიქი აღარ ვარ, დედა. გამანადგურა. თავმოყვარეობა შემილახა. ორი შვილი გავუჩინე. ფეხქვეშ ვეგებოდი. მისი გული მაინც ვერ მოვიგე. ასე არასდროს მოქცეულა. ძალიან ნანობს. შეიძლება, მაგრამ აღარ ვუყვარვარ. ჰუსეინს აღარ ვუყვარვარ, დედა. თვეები არ გამკარებია. ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა. ჩემო ლამაზო. არა, მე წამოვალ. იას ვერ წაგიყვან, აქ უნდა დარჩე. კარ ჩავკეტავთ, არავინ შეგაწუხებს. ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილი, არ შეგეშინდეს. კართან ორი პოლიციელი დგას. დამშვიდდი. დაკითხვაზე გამოგვიძახეს, უნდა წავიდეთ, მაგრამ იასი დედამის არ შორდება. ვერ დავრჩები, დედა. ძალიან მეშინია. არ მჯერა. ჩემი არწივი ასეთი მშიშარაა? როგორ შეიძლება? არა, ასეთი საქციელი არ გეკადრება. დედასთან ერთად უნდა წავიდე. საყვარელო, რომ შეგვეძლოს აუცილებლად წაგიყვანდით. კარგი, თქვენ წადით. ჩვენ კი ვითამაშებთ. მართლა? მართლა. არ დარჩება, ვიცი. დილის შემდეგ ჭირვეულობს, არავის დანახვა არ უნდა. არა, სუპერმენთან დავრჩები. რასაც მეტყვის დავუჯერებ. ძალიან კარგი. მოდი ჩემთან. ესეც დადგით. აი ასე, გაასწორეთ. გისმენთ? ალო.
ნედრითანი მე ვარ. გილოცავთ ყველაფერი მოვაგვარა. ომერი ბავშვზე თამაშება. ერთად არიან. შვენიერი. დღეს ასლის დაბადების დღეს აღნიშნავთ. დაკითხვა გააჭიანურე. იფექი დილამდე მანდ უნდა დარჩეს. ბავშვზე ომერი იზრუნებს. გამარჯობა. დილამშვიდობის. შემოდი. უკეთ ხარ? ხო, გაცილებით უკეთ. დღეს ასლის დაბადების დღე ყოფილა. მეც დამპატიჟა. ძალიან კარგი ხომ მოდიხარ? მე არ ვიცნობ, მაგრამ მეგობარი გოგონა ხომ მყავს, წამოიყვანე. ერთად მოდით. არ მყავს. მარტო მოვალ. ესკიზებს არ გადავხედოთ? ეგ სხვა დროისთვის გადავდოთ. რაღაც უნდა გთხოვო. მითხარი გისმენო. მინდა თაიარ დუნდარის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გავხდე. გაიგე ამისთვის რა არის საჭირო. დღეს მატჩზე წავალთ? არა, ვერ წავალთ. დღეს მატჩი არ არის. ბეშიქტაში დღეს არ თამაშობს. გეტყვი რაცა იქნება. პეტა ყოფილიყო. მატჩზე არასდროს ყოფილ ვარ. აუცილებლად წაგიყვან. სუპერმენი ხომ დაგპირდა. ახლა კი პირი გააღე. მიდი. ეს დალია. ხოჭაღ. დედა ყოველთვის სევდიანია, არასდროს იღიმება. მატჩზე ისიც წავიყვანოთ გაერთობა. ამაზე მერე ვილაპარაკოთ, კარგი? ახლა ჯამე. მიდი. მერე ძალიან კარგ ადგილას წაგიყვანე. მართლა? მართლა. პირი გააღე. ხოჭაღ. მომისმინე ელებ. შენი მეგობარი ვარ და თაიარ დუნდართან ურთიერთობის უფლებას ვერ მოგცემ. ომერს დაელაპარაკე? რა გითხრა? ეს ძალიან სახიფათოა. ჩემი და ნილუფერი ახლა იმ კაცის სახლში ცხოვრობს. თაიარი ნილუფერს გამუდმებით უთვალთვალებს. ამაზე სახიფათო რა უნდა იყოს? ის კაცი ყოველწლიურად უამრავ ადამიანს აუბედურებს. თუნდაც ომერის ყოფილი საცოლე. ქსიბელი გაიხსენე. ჯერ ასწავლა, მერე კი ბინძური საქმეებისთვის გამოიყენა. უპატრონო ბავშვები მიყავს. ასწავლის, მერე კი იყენებს. ან კურიერებად. ან დონორებად. ამიტომ არის სახიფათო. ამ საქმეს პოლიციამ უნდა მიხედოს. პოლიცია შეძლებს და გვარად ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ეს ბიზნესი სამყაროა. ჩემზე უკეთ იმ კაცს არავინ იცნობს. მომისმინე. თაიარ საქველმოქმედო ფონდი აძლევს ძალას. კურიერებს ამ ფონდში ზრდის. დღემდე ეგ კაცი ვერავინ შეაჩერა, მაგრამ მე შევაჩერებ. მაგ ფონდზე არაფერი ვიცი. მაგრამ მეგობრებს ვკითხავ. გავიგებ თაიარ დუნდარის ფონდის დირექტორთა საბჭოში მოხვედრა შესაძლებელია თუ არა. ჯერ გავარკვიოთ. სერიალის რამხელა სტადიონია. ო, დიდია. რომ დაასრულებენ შენ მერე ნახე. ტრიბუნები გულშემატკივრებით გაივსება. ნახავ რამდენი ხალხი მოვა. ჩვენც მოვალთ. მოვალთ, აბარა. მოვალთ. იცი ძველი სტადიონი როდის აშენდა? 1947 წელს. დინოზავრების დროს? არა, მთლად დინოზავრების არა. მაგრამ საკმაოდ დიდი ხნის წინ. მაშინ სტადიონები გალათასარაის და ფენერბახჩესაც არ ჰქონდათ. მატჩებს ამ სტადიონზე მართავდნენ. აქ ბევრი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობდა. მეთიმფესი, ალიშიფა. ყოჩაღ, კარგია რომ იცი. რეჯეფი, ფერდინანდი. კიდევ ბევრი ვიცი, ძალიან ბევრი.
შენ რჩეულებით გეყოლება. ხო, რა საყვარელი ხარ? მადლობი ომერ. ნამდვილი სუპერმენი ხარ. ნამდვილი სუპერმენი. რადგან ასია ფოტო გადავიღოთ. კარგი? გაიღიმე. აი ასე. კონცერტი რომნული მმართველი ხავს. ფევზიკალელი, თაიარ დუნდარის შემდეგ ყველაზე დიდი ქველმოქმედია. წლებია ფონდს ეხმარება. რა? ამ კაცთან დაკავშირება არ გამიჭირდება. მამი და ჩემისა და მისი განსვენებული ქმრის უახლოესი მეგობარია. ძალიან კარგი. მამიდას დაველაპარაკები. ოღონდ ფონდის შესახებ არავის უთხრა, კარგი? მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. მაგრამ არავის ვეთყვი. გმადლობ. მე მივდივარ. საღამოს გელოდები, არ დაიგვიანო. კარგი დროებით. მე ერთ საღამოს ხომ მოხვალ? არა, ასლიმ კი დამპატიჟა, მაგრამ ნილუფერისა და მისი ქმრის ნახვის სურვილი არ მაქვს. ისინი არ მოვლენ. დარწმუნებული ხარ? აუცილებლად მოდი, ასლის გაუხარდება დროებით. ნახვამდის. ნახვამდის. გამატარე. ერთი პირობით. მუშაობ. პირობების მოსმენის დრო არ მაქვს. რადგან ასია პირდაპირ გეტყვი. საღამოს წვეულებაა. წამოხვალ? დედას დაურეკოთ. საქმეს თუ მორჩა განყოფილებაში წაგიყვანა. დაჯექი. Alo. გისმენ. Abi. ჰუსეინ. იფექითო გათავისუფლდა. იას განყოფილებაში მოვიყვანა. Yok oğlum hala yukarı. არა, ჯერ ზემოთ არიან. სავარაუდოდ დაკითხვა დილამდე გაგრძელდება. ხო, მაგრამ დაბადების დღეზე უნდა წავიდე. ბავშვს ხომ არ მიატოვებ. Sen çocuk partisi. ბავშვი წვეულებაზე მიიყვანე. დედა მიხედავს, მერე კი ჩვენთან წავიყვანოთ. O da bizim çocuk. ცოდვა არ შეეშინდეს. კარგი, რამეს მოვიფიქრებ. არწივო, მოდი ჩემთან. მოდი მივდივართ. Hadi gidiyoruz. სტადიონს კიდევ ერთხელ გადავხედოთ. ასლი კარგად ერთობა. მარწმუნებდა ცეკვა არ ვიციო, მაგრამ ნახე რა დღეშია. გოგონებო, როგორ ხართ? ერთობით? ელიფ ხანიმ, ასლი ხანიმ, ერთი წუთით თუ შეიძლება. შესანიშნავი აზრია. კარგი, უთხარი ტორტი შემოიტანონ. დიახ. სევოშ. საღამო მშვიდობის. გამარჯობა, კევინ. როგორ ხარ? შემოდი. დიდი მადლობა.
გმადლობთ. როგორ ხართ? მობრძანდით? ელიფ. რა? ამათ აქ რა უნდათ? ვის? დედა, თვალთან სილურჯე მეტყობა ხომ არ ჩანს? არ ჩანს, არა, მაგრამ თავს თუ უხერხულად გრძნობ. მივესალმოთ და სახლში დავბრუნდეთ. არა, რადგან მოვედით დავრჩეთ. ხალხში გავერევი, გულს გადავაყოლებ. მობრძანდით. გამარჯობა, გამარჯობა. დარწმუნებული ვარ თქვენი სტუმრობით საღამოს გაალამაზებთ, მაგრამ ამ ბავშვს აქ რა უნდა? უფროსების წვეულება გვაქვს. მობრძანდით. სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. რა ლამაზი ხარ შვილო. გმადლობთ. მიხარია ჯამრთელს და უვნებელს რომ გხედავ. დიდება ალახს. დიდება. ძალიან გამახარეთ. მობრძანდით. გმადლობთ. ჰასან, მოდი შვილო, ჩქარა. რა კარგია რომ მოხვედით, გაერთეთ. ცოტა ხნით დაგტოვებთ, კარგი? კარგი შვილო. დედა, ეს რა მუსიკა, ამას რა გაუძლებს? მდიდრებს მუსიკაც გადაჭარბებული აქვთ. კიდევ ღარიბებს ლანძღავენ. უკულტუროები არიანო. კარგი, გაჩუმდი. ასე არ შეიძლება. მოთმინება იქონია. მობრძანდით. საღამო მშვიდობის ნედრეთ ანიმ. რა კარგია რომ მოხვედით. ძალიან გამახარეთ. გმადლობთ. აქეთ მობრძანდით. მობრძანდით. ლევენტ, საღამო მშვიდობის. ასლიხანიმ, როგორ ბრძანდებით? კარგად შენ? მეც კარგად ვარ. ელიფი აქ არის? ელიფი? ხო. სადღაც აქ იყო. ოღონდ დღეს საქმეზე ნუ ვილაპარაკებთ, კარგი? კარგი, ნუ ღელავ. დროებით. უკაცრავად? უკაცრავად. გამარჯობა. გამარჯობა, როგორ ხარ? გმადლობ. შენ? კარგად. შენთვის კარგი ამბავი მაქვს. ხვალთაიარ დუნდარის ფონდში კანდიდატები იკრიბებიან. ჩვენც მივდივართ. იდეის მომხრე არ ვარ, მაგრამ გმადლობ, ლევენტ. მოდუნდით და მუსიკის რიტმს ახევით. მშვენიერია. ძალიან კარგი. ოჩახო. მოხიბლული ვარ. მართლაც შესანიშნავი სიურპრიზია. დაფლობის თვე არ გქონია. გადავწყვიტე გამეხალისებინე, თუმცა არ ვიცი გამომივიდე თუ არა. ძალიან კარგია. არ დაგავიწყდეთ, რომ წამყვანი მამაკაცია. ქორწინებასაც და ცხოვრებასაც ის მართავს. მას უნდა გახვეთ. ოღონდ არ დანებდეთ. დიახ, ძალიან კარგი. ახლა მე გაჩვენებთ. გთხოვთ? ქალი მამაკაც მიხვება. მოგაცრავად, თუ შეიძლება ჩემს მეუღლეს თავად ვაჩვენებ. რა თქმა უნდა, გთხოვთ? Close and Bryce. ესე იგი ახლო ცეკვა. ერთ რიტმში და ერთი სულისკვეთებით მოძრაობთ.
მიყურებ და თვალს არ მაშორებ. ტანგო ცხოვრებას გავს. ეს არის ვნება, სიყვარული და ფანტაზია. არ ვიცოდი, ტანგოს ცეკვა თუ იცოდი. არგენტინელი მასწავლებელი მყავდა. მართლა? განსაკუთრებული არაფერია. ოჩახ ჰუსეინ ბეი. მგონი ამჯერად თავი გაართვით. იმედია. ელი ფარგეწყინოს. ჩვენები დაკითხვაზე არიან. დედაჩემი კი აქ არის. სხვა გზა არ მქონდა. კარგი, არა უშავს. იმედია ხალხმრავლობა არ შეაწუხებს. იმედია. იას, მოდი ჩემთან. მოდი აქ. დედა, მინდა ეს პატარა კაცი გაგაცნო. იაზი ჰქვია, იფექის შვილია. მართლა? რა ლამაზი ბიჭი ხარ. მოდი ჩემთან. და შენს რა რბილი ლოყები აქვს. მართლა? მერტ, ჯობია არ შემოვიდე. ჩვენებიც აქ იქნებიან. რა სისულელეა? დღეს ასლის დაბადების დღეა, თავისი მეგობრები იყოლება. თქვენებს აქ რა უნდათ? შეიძლება მამიდან ედრეთის კი არ იყოს. კარგი. შვილო, რა ლამაზი ხარ. საღამო მშვიდობის. გამარჯობა. გამარჯობა. თქვენ დემეთის დედა ბრძანდებით არა? ერთმანეთს ვიცნობთ. დიახ, სასიამოვნოა. ჩემთვისაც. ასლის საჩუქარს მივცემ. მიეცი. რა ხდება მელიქე? არ გწვენიათ? რა მოხდა? თანამშრომლები არიან. თანამშრომლები არა? ჩანთა აიღე, მივდივართ. წვეულება დასრულებულია. ჰუსეინ, მადლობა თქვი რომ წამოვედი.
მელიქე, ომერ, რატომ დერე? არაფერია, შენ ძმას ვეჩხუბე. გამიბრაზდა. რატომ? შენ ძმას არ იცნობ? ხომიცი როგორია? ჩემი გრძელიანის ამბავიც ხომიცი. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, მელიქე. ეს უბრალოდ ჩხუბს არ გავს. მითხარი, იქნებ დახმარება შევძლო. ო, მეგობრები ვართ, ომერ. მაგრამ დამიჯერე, ისეთი არაფერია. კარგად ვარ. სახეზე რა გჭირს? სახეზე? რომ ვალაგებდი კარადას ჩამოვარტყი. წავალ ხელპირს დავიბან, გონს მოვალ. ჩემმა ძმამ დაგარტყა? ხედავ? აი ჩვენი იარაღი. რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ. ხო, მაგრამ თუ დაგვინახეს, გაგვიბრაზდებიან. ვერ დაგვინახავენ. და კომპიუტერში რა ნახე? გავხსენი, მაგრამ ვერ გავიგე. ჰუსეინის ფოტოები იყო. რა ფოტოები? ბნელი ადგილი იყო. სავარაუდოდ, ბენზინ-გასამართი სადგური. ალბათ ბენზინს რომ ასხამდა, მაშინ გადაუღეს. მანქანის გვერდით, შიგნით, მაგრამ არ მესმის რატომ. კამერის ჩანაწერს უფრო ჰგავდა. მასთან კიდევ ვინმე იყო? არა, არ ყოფილა. დაფიქრდი. შეიძლება ეს ის მტკიცებულებაა ჩვენ რომ ვეძებთ. ელიფის მეგობრის, ბაჰარის მკვლელობასთან დაკავშირებით ჩანაწერს ვეძებთ. ჩემს მასთან ერთად კიდევ ვინ იყო? რას ამბობ, ომერ? ხუსოს მკვლელობასთან რა კავშირი უნდა ჰქონდეს? ეგ არ მithქვამს. იქნებ ვინმე ეხმარებოდა. რას ამბობ, ომერ? ჰუსეინი ამას იკადრებდა? სამწუხაროდ. მელიქე, დამეხმარე. თუ ჩემს ძმასთან დაკავშირებით ეჭვი გაქვს, მითხარი, თორემ თავს იღუბავს. ომერ. ჰუსეინი დამნაშავეა. მოდით აქ, მოდით. წუთით არ ჩერდებით. ეს რა არის? ელვან ჰანიმ. ამ ორ ყაჩაღს თქვენ გაბარებთ. ყურადღება მიაქციეთ. ეს რა დაუდევრობაა? ქანდაკებები ფანქრით შეუღებავთ. ეს რა ჩაკიდენია, ჩვილო? სახლში დაგელაპარაკები. როგორ შეგვარცხვინე? არა, ელვან ჰანიმ. სახლში დალაპარაკება საქმეს ვერ უშველის. ბავშვობიდანვე უნდა აღზარდოთ. გასაგებია? ასეთ დროს ბავშვის სტუმრად მიყვანა სად გაგონილა. მით უმეტეს ასეთ წვეულებაზე. ხომ გესმით? ხედავთ? ოჯახმა ბავშვს საზოგადოებაში ქცევის წესები უნდა ასწავლოს. როგორ მოიქცეს, როგორ ისაუბროს. თუმცა ეს ოჯახიდან მოდის. ამას ვერ ასწავლი. ყურადღებას ნუ მიაქცევ, დედა.
დილამშვიდობისა ჩემო საყვარელო. დილამშვიდობის ძვირფასო. ახლა სწორედ ჩენზე ვფიქრობდი. წარმატებულ დღეს გისურვებ. ვერ ვივიწყებ. დედა, რასაცილო ხარ? ნუ იცინი, ჯან. ცხოვრებაში ასეთი საშინელი დაბადების დღე არ მქონია. რა ხდება? დაბადების დღის სურათებს ვათვალიერებთ. რაც მოხდა შენი დამსახურებაა. ასლი, მაპატიე. მართალი ხარ, ბავშვები არ უნდა მოსულიყვნენ. ჯობია წავიდე. დედა, ეს ფოტო ნახე და ისე წადე. ჯან, ნერვებს ნუ მიშლი. დედა, მართლა სასაცილოა. საყვარელო, ვერ გაამტყუნებ. ბავშვები არ უნდა მოსულიყვნენ. შეგვაწუხეს. ხო, მართლა, ვერ ხვდები. ომერმა ის ბავშვი რატომ მოიყვანა? რისთვის? იფექის შვილს ვგულისხმობ. რა ჰქვია? იაზი. იაზი. ეს მართებულად მიგაჩნია? არ მესმის. ყოფილი შეყვარებული შვილი მოიყვანა. ეს ლოგიკურია? ასე არ შეიძლება. დედა ჩემთან წავიყვანო. კარგი აზრია. ნორმალურად მაინც შეჭამს. დაისვენებს. გამოყვება? მე მოვაგვარებ. ჩემპიონო, მომისმინე. იცი რა უნდა გითხრა? ასეთი სათამაშო მეც მაქვს ბავშვობიდან შემორჩენილი. ძველია, მაგრამ დადის. ხასანი ხომ გახსოვს? გუშინ რომ გაიცანე. ერთად ითამაშებთ. არ გინდა? მინდა? ხელი დაარტყე. მე და დედა ვიმუშავებთ და მერე მოვალთ, კარგი? დედა ხო ნამდვილად მოვა. რა თქმა უნდა. თამაში ჩაგირთო? ხო. ერთი წუთით? კარგი. ახლა დაიწყება. ნივთები ჩაულაგე და წავიყვანო. როგორ მოახერხე? ერთი ჭიქარზე რომ დაელია დილიდან რა არ გავაკეთე. ბავშვები მშობლებთან ჭირვეულობენ. მე კი რამდენიმე მეთოდი მაქვს. ოსეინი აქ არის? არა. მელიქეს ნათქვამი გადავამოწმე. ბაჰარის მკვლელობის ადგილთან ბენზინგასამართი სადგურია. იყავი? აბარას ვიზამდე. მინდოდა გამეგო ჰუსეინთან ერთად ვინიყო და კამერის ჩანაწერები მოვითხოვე. მაგრამ თანამშრომელმა მითხრა ჩანაწერები პოლიციას გადავეცი. ასლები კი არ მაქვსო. ჩაბარების აქტი წარმომიდგინა. მელიქემ რაც ნახა ჩვენ ვერ ვნახავთ. ესე იგი იფექის დაშანტაჟებაში ჩემი ძმაც არის გარეულე. აუ, მაგრამ ვერ დავამტკიცებთ. ვეღარ მოვიცდი. ეს საქმე უნდა გავხსნა. ხო, მაგრამ როგორ? რა შეგვიძლია? მტკიცებულებას ჩვენ თვითონ შევქმნით. ჩემს ძმას მახეს დავუგებთ. მამიდა, ყვილად ღელავ. ელიფ, ომერს პატივს ვცემ. ეს იცი, ისიც იცი, რომ ერთმანეთისთვის შეუფერებლად მიმაჩნი ხართ.
მაგრამ ვიცი რომ ერთმანეთი ძალიან გიყვართ ძვირფასო. თუ ასეა რატომ ნერვიულობ? ომერის გამო. მისი საქციელის გამო. ელიფ ძალიან ვღელავ. დამიჯერე. ფიქრობ რომ იმ ოჯახს კარგად არიცნობ. ომერიც ახლახან გაიცანი შვილო. მეშინია შვილო, მეშინია. მამიდა. ომერში ეჭვი არ მეპარება. მისი მჯერა. კარგად ვიცნობ და ძალიან მიყვარს. დაქორწინება ამიტომაც გადავწყვიტე. კარგი ძვირფასო, კარგი. უნდა დაქორწინდე. მაგრამ რა ვიცი? ეს იფექი საიდან გამოჩნდა? ყოფილი შეყვარებული. არც იცოდი სიტყვა არ დასცდენია. გული არ გეტკინა? არ იეჭვიანე? მამიდა მე და ომერმა ამ თემაზე ვისაუბრეთ. ყველაფერი გავარკვიეთ. და იაზი? იას ომერთან აკავშირი აქვს. მე კი მგონია რომ აქვს. მამიდა არ მესმის რისი თქმა გინდა? ელიფ. მგონი იაზი ომერის შვილია საყვარელო. დარწმუნებული ხარ? ასე ჯობია. ძალიან სახიფათოა. მაშინ ჰუსეინი მიხვდება რომ ეჭვი გვაქვს. მიხვდეს არ და? მე სწორედ ეგ მინდა. არ და? რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ომერი მართალია. ლოდინს აზრი არ აქვს. თუ დროზე ჩავერევით ჰუსეინს უფრო გადავარჩენთ. თუ გადარჩენის შანსი არსებობს კი? კარგი, გითხარი რა გეგმა გაქვს? ასე მოვიქცეთ. სერჰათ ეფენდის სამედიცინო შემოწმებაზე წაიყვანენ. პირველ სატყუარას ამ დროს გადავუგდებთ. ჩემი ძმა მალე მოვა. თავარია ჩვენი საუბარი მოისმინოს. მაღაზიაში მივდივარ, პური უნდა ვიყიდო. პურ პროდუქტები 100 ლირა, ხორცი 20 ლირა. ბენზინი 100 ლირა, ბინის გადასახადი 90. ვისი სახლია? მისამართი? ბავშვი 7 თვიანი დაბადებულა. ბურსაში ყველა მიცის რომ ბავშვი ომერისაა. არც მიგვირს, შავი თმა აქვს, შავი თვალები. ომერს ძალიან ჰგავს. დაბადების თარიღიც გავიგე. ემთხვევა. შესაძლებელია რომ ომერის შვილი იყოს. აკადემიაში ერთად სწავლობდნენ. მერე ვანში დანიშნეს. გამგზავრებას რომ აპირებდნენ, იფექმა გადაწყვეტილება შეცვალა. ცოლად სერჰაც გაჰვა. გისმენ ლევენტ. გამარჯობა ელიფ. ფონში მივედი და შესასვლელთან გელოდები. კარგი, კარგი. გზაში ვარ. მალე მანდ ვიქნები. მეთინ. ფათიჰი. ჯერ სახელსაც ვერ შეეჩვია, დანარჩენზე ლაპარაკი ზედმეტია. გამუდმებით თამაშობ. გონია ვერ ვამჩნევ, მაგრამ მე ვეღარ მომატყუებ. წლებია ამ სახელს შევეჩვიე შვილო. თანაც პატარა ხომ აღარ ვარ. მაპატიე. სად მიდიხარ? საავადმყოფოში. მამა ჩემის საქმეები უნდა გადმოვიბარო. მეთინ. შვილო მოიცადე. მომისმინე.
რაღაც უნდა გთხოვო. Nedir? რა? Emin misin abicim? დარწმუნებული ხარ? Yani biri bizi oyun... იქნებ ვიღაცას maxis დაგება უნდა. დარწმუნებული ვარ. თალგამ საკუთარი ყურით გაიგონა. ნაწილ-ნაწილ ნუ მიყვები, რაც იცი მითხარე. ცერჰაც უთქვამს, თუ სასჯელს შემიმსუბუქებთ, გეტყვით თაიარის ჯაშუში ვინ არისო. ჯაშუში ალი არ არის? კიდევ ვიღაც ყოფილა. დღეს გავიგებთ. ჩემი აზრით ცერჰათი და თაიარი მეგობრები არ უნდა იყვნენ. თაიარი ასეთ მნიშვნელოვანი ინფორმაციას ცერჰათს რატომ გაუმხელდა? თაიარს არც უთქვამს. ფათი იყო რასიმის სახლში იმალებოდა. დალიეს და მთვრალების ამბავი ხომ იცე. ერთმანეთს გული გადაუშალეს. რადგან ასე აწავიდეთ? ცერჰათ ეფენდია ვაჭიკჭიკოთ. გავიგოთ ჯაშუში ვინ არის. ომერ ასე არ გამოვა, შესაბამის განყოფილებას უნდა შევატყობინოთ. კომისარი ენდერი რა სიტყვის? კარგი, შევატყობინებთ. მერე კი იაზის სახლში წავიყვანოთ. დაუჩქარეთ. დროზე. ცერჰათი უნდა ვნახო. დროზე. წამოდი პატარავ. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები: მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.